პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე კი ურთიერთგამომრიცხავე ვერსიები ვრცელდება. ბრალდებულის ოჯახი დანაშაულთან ბიძინა კუჭავას კავშირს ისევ უარყოფს და პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ოჯახის წევრთა პრეტენზიები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იმ კომენტარს უკავშირდება, სადაც არჩილ თალუკაძე მკვლელობის დეტალებზე და კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას ცხედრის დანაწევრებაზე საუბრობდა. პარალელურად ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ ბრალდებულის ადვოკატი იმ პირს შეხვდა, რომლის მანქანაშიც გამოძიების ცნობით ბიძინა კუჭავამ თავი მოეკლა. თუმცა დავით პოპოვმა შეხვედრის ადგილი მოულოდნელად დატოვა. თამარ გოგესაშვილი განაგრძობს საუბარს. თამარ, რა ახალი გარემოებები არის გამოვლენილი მკვლელობის საქმეზე? ბიძინა კუჭავას ადვოკატების ინფორმაციით ისინი ცოტა ხნის წინ შეხვდნენ დავით პოპოვს, როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ დაუკავშირდა უცნობი პირი და გადასცა დავით პოპოვის დანაბარები იმასთან დაკავშირებით, რომ პოპოვს უნდოდა მათთან შეხვედრა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, როგორც კუჭავას ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, მათ შეამჩნიეს, რომ პოპოვს ჰქონდა დამონტაჟებული აპარატურა იმისთვის, რომ მოეხერხებია და ჩაეწერა მათი შეხვედრა. ადვოკატების ინფორმაციით მათ ეს შენიშნეს, რის შემდეგაც დავით პოპოვმა ტერიტორია დატოვა. მოვიდა პოპოვა, რომელსაც პალტო ჰქონდა გახსნილი და უჩანდა შნური, აი ესეთი თეთრი შნური. როგორც კი შევხედე, იმ წუთში მივხვდი, რომ იყო დამონტაჟებული ვიდეო თვალით მოსული. ხარი ახლა მეთქე თქვენ გაშიფრული ხართ უკვე და შეგიძლიათ მეთქე რომ გამორთოთ კამერა. მეთქე არა, მე არავინ არის გაშიფრული არა ვარ. ამ ბატონ დავითს ჭირდებოდა, რომ თითქოს და ჩვენ ადვოკატები ზეწოლას ვახდენით მასზე და ამასთან დაკავშირებით სისამართლის კოდექსში არსებობს ესეც მუხლი მოწმეზე ზეწოლა და ზეგავლენის მოხდენა და ალბათ აუნდოდა პროკურატურას და სისამართლის საქმე აღეძრა ჩვენს მიმართ. რა მოხდა თავი მოიკლა იმ კაცმა და რა გინდა ჩემგან თო? ვიცნობ ორჯერ მყავს დანახი. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ადვოკატები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაშინ როცა გააკეთა განცხადებები ძველ საქმეებთან დაკავშირებით, ისინი არ გამორიცხავენ, რომ წამოიწყონ სამოქალაქო დავა, ასევე ოჯახის ინტერესების დამცველები დაკრძალვის შემდეგ უკვე მიმართავენ პროკურატურას და მოითხოვენ საქმის გადაკვალიფიცირებას, რადგან ფიქრობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა კუჭავამ თავი არ მოიკლა და ის არის განზრახ მკვლელობის მსხვერპლი. ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა ოჯახმა და მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დაათვალიერა ცხედარი. პროკურატურაც მზად არის, რომ მაია ნიკოლეიშვილი ჩართოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში. ამ წერტილიდან იმ წერტილში ხო გადაადგილდით. რაღაც ძრო იყო ვითომო და საბუთი არ ქონდა პასპორტი არ ქონდა. Šis našgenti, რომელიც ამ დაზიანებას ახლდა და დარჩენილი არის, ეს našgenti მეტყოლებს იმაზე, რომ დაზიანება სიცოცხლის დროინდელი არის. არ არსებობს არც ერთი დასკვნა და ვერ იარსებებს, გადასარევად ვიცი, ექსპერტიზის ვადები. აი ამ შემთხვევაში ესეც ცალსახად ბრალდები, თითქოს საბრალდებო დასკვნის მოწოდება და აი უტყუარად მოწოდება. აი ეს არის პირველი რაც არჩენს კითხვის ნიშნებს. დღეს ცნობილი გახდა ასევე რამდენიმე დეტალი. ბიძინა კუჭავას მეუღლე ამბობს, რომ ის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა 14 იანვარს ახალ წელს. ასევე ბიძინა კუჭავას მეუღლისგან გახდა ცნობილი ისიც, რომ კუჭავა აპირებდა აფრიკაში გამგზავრებას ბიზნესთან დაკავშირებით. მადლობ თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.